ვიხილავთ თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანს ნაციონალური მოძრაობის ახალ თავმჯდომარედ არის თუ არა მოლაპარაკებები გუნდის წევრებთან და ჰქონდათ თუ არა პარტიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ან როგორი მართვის მოდელი იქნება ნაციონალურ მოძრაობაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ეს არის იმ კითხვების მცირე ნაწილი, რომელიც დავუსვით ამ პარტიის წარმომადგენლებს. პირველ რიგში ყოველი მათგანი აღნიშნავს იმას, რომ ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და განახლება არის მათ შორის პარტიის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ამიტომ ერთხმად გვიდესტურებენ, რომ ამ ცვლილებებსა და სიახლეს მიესალმებიან, თუმცა ამავე კონტექსტში აღინიშნა ისიც, რომ არავის არ ჰქონია განცდა იმისა, რომ შესაძლებელია ამ ცვლილებასა და განახლებაში იგულისხმებოდეს ძველი სახეების ახალი სახეებით ჩანაცვლება. ამბობენ, რომ პარტია მთელი თავისი არსებობის განმავლობაში არის ღია თავისუფალი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისათვის და ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მთელი ამ დროის განმავლობაში, ამიტომ ღია მათი კარი, როგორც გვიდესტურებენ, ყველა განვითარებული და პროგრესულად მოაზროვნე განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანისათვის და ასევე ადესტურებენ მზაობასაც თანამშრომლობის. რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, გვიანონსებენ, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა ამ საკითხში იქნება შესული უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ამის შესახებ საზოგადოება თავად მიხეილ სააკაშვილისგან, ნანუკა ჟორჟოლიანისაგან და ასევე პარტიის სხვა წევრებისგანაც გაიგებს. სოციალურ ქსელით გავიგე ახლა ამ კონტექსტში დღევანდელობაზე, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც მიშამ თქვა, რომ მოლაპარაკებები მინდის თქვა დაადასტურა ნანუკამაც, მე ვერ გეტყვით სხვა სახის რა კომუნიკაციები იყო თუნდაც რომელიმე სხვა ასე ვთქვათ თანამდებობის პირთან, მე არ ვარ პარტიის მენეჯმენტში, ამიტომ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით მეტი დეტალი გაირკვევა, ისე ზოგადად რომ ძალიან გულწრფელად მოგახსენოთ, დემოკრატია, დემოკრატიულობა, პირდაპირი დემოკრატია, პარტიის გაძლიერება და ყოველმხრივ ახალგაზრდების ჩართულობა ეს რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პარტია გაძლიერდეს განსაკუთრებით იმ ავტორიტარიზმის პირობებში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ალბათ უფრო ეს დეტალები ალბათ უფრო მიშასგან და ნანუკასგან გახდება ცნობილი. მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებები რაღაც ეტაპზეა, რომელიც თქვა თვითონ ნანუკამ და მიშამაც ის შეთავაზება საჯაროდ დაწერა, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესოა. ნაციონალურ მოძრაობაში 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა ნაციონალური მოძრაობისთვის, ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც დაემატება ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე, შესაბამისად იმ გამოწვევების, იმ სირთულეების ფონზე, რაც პარტიას ობიექტურად აქვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გვიპირებს გაუქმებას, პარტიამ უნდა ანახოს თავის ამომრჩეველს, როგორ აგრძელებს ბრძოლას. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტიის ლიდერმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, რომელმაც დაწერა, რომ უკვე დიდი ხანია თავადაც საუბრობდა განახლების აუცილებლობაზე, ამბობს, რომ მიესალმება ნებისმიერ ცვლილებასა და სიახლეს, ასეთი არის პარტიის ოფიციალური პოზიციაც. ახლა კი მთავარი კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განაწილდება თანამდებობები, პოზიციები პარტიაში, ამაზე გვეუბნებიან, რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ივლისი არის მნიშვნელოვანი დრო, როდესაც სიახლებისათვის ემზადება პარტია და როგორი კონფიგურაციითა და გადანაცვლებული, გადალაგებული პოზიციებით გააგრძელებს ფუნქციონირებასა და მუშაობას ნაციონალური მოძრაობა, ამასაც უახლოეს პერიოდში გავიგებთ. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის პოსტიდან გაიგო საზოგადოებამ გუშინ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს ფსონს ახლა უკვე მესამე პრეზიდენტი და ამბობს, რომ სწორედ ჟორჟოლიანი და მისი გუნდი არის ცვლილებების საწყისი ნაციონალურ მოძრაობაში, თანამშრომლობის მზაობა დაადესტურა ნანუკა ჟორჟოლიანმაც და თქვა, რომ დაახლოებით რამდენიმე დღეა უკვე მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან და პარტიასთან მიმდინარეობს.